გუშინ ჩამოვედი მაიამიდან და წარმოგიდგენიათ 50 გრადუსი არის განსხვავება ტემპერატურებში. იქ თუ იყო +25, აქ -25 იყო. და მოვედი კიდევ აი ამ ადგილას, სადაც შენდება ეს შენობა, მინდა რომ პროგრესი დავინახოთ. ბატონო, ხით შენდება. ნაწილი არის ბეტონის, აგურის, ბლოკის, დანარჩენი არის ხით. ძალიან კარგადაც შენდება. აი ასე გამოიყურება მე რომ დამთავრდება. აი უკვე დაგეგმარებაც კი არის აქ გამოსახული, ანუ ბინების და ასე შემდეგ და უკვე დაიწყეს გაქირავების პროცესი. გარშემო მოაპირკეთებენ. ჩვენივრად იქნება გაფორმებული ყველაფერი. კი, შიგნიდან იქნება ხის და ზოგი ქართველი რომ აკრიტიკებს ამერიკას. შეიძლება ერთმა ქარბორბალამ დაბეროს და ყველაფერი კარტონებივით წალეკოს. ესეც შესაძლებელია, მაგრამ რა ვიცი, შენდება ამერიკა, აგრძელებს მშენებლობას და ასე თუ ისე პროგრესი არ ჩერდება ამ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხლებია, ხანძრებია, მიწისძვრებია, ჯანდაბა და დოზანა, რა ვიცი, ყველაფერი არის, მაგრამ მაინც აგრძელებს ამერიკა მშენებლობას. 25 გრადუსიან ყინვაში, 40 გრადუსიან სიცხეში, გრძელდება ცხოვრება. თქვენც ბედნიერ დღეს გისურვებთ.